პრესოკრატიული ტრადიცია. ასე არ დაერქვა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წარმომადგენლები სოკრატემდე ცხოვრობდნენ და წერდნენ, არამედ იმიტომაც, რომ მათი განხილული თემები არსებითად განსხვავდებოდა იმ იდეალებისგან, რაც მოგვიანებით სოკრატესთან ასოცირდებოდა. მათ შორის მრავალი ცნობილი სახელი გვხვდება: დემოკრიტე, ჰერაკლიტე, პითაგორა, პარმენიდე, ემპედოკლე, თუმცა პირველ რიგში, როგორც გვხვდებიან, თალესი. მისი პირველ ევროპელ ფილოსოფად აღიარება უმეტესად არისტოტელესგან მოდის, რომელიც თვლიდა, რომ თალესმა პირველად წარმოადგინა იდეა, რომლის მიხედვითაც სამყაროს ერთი საწყისი მატერიალური ელემენტი აქვს. სხვა პრესოკრატების მსგავსად თალესზეც ძალიან მცირე ინფორმაცია გვაქვს, მას არაფერი დაუწერია, ამიტომ მისი შესახებ არსებული ცნობები მოგვიანო ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსების ნაშრომებიდან მოდის, რომელთაგან არცერთი არ იყოს მისი თანამედროვე. მოდით მოკლედ ავხსნათ მისი ბიოგრაფია და შემდეგ გადავიდეთ მის შეხედულებებზე ასტრონომიის, მათემატიკისა და ფილოსოფიის შესახებ. თალესი აზიის მცირე ნაწილში მხარე იონიურ ქალაქში მილეტოში დაიბადა, იყო დიდგვაროვანი წარმოშობის. ჰეროდოტეს ცნობით იგი იყო პრაქტიკული სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც მხარს უჭერდა ეგეოსის რეგიონში მდებარე იონიური ქალაქების ფედერალიზაციას. მას არასოდეს უქორწინია, რადგან როგორც თავად ამბობდა, არ სურდა შვილებზე ზრუნვით თავის შეწუხება, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა და საკუთარი ძმისშვილი, კიბისტუსი იშვილა. თალესი ასევე მიეკუთვნებოდა 7 ბრძენს, რაც იმ დროის სამყაროში უდიდესი პატივი იყო და ამ ასოციაციამ მისი სახელი მთელ ეგეოსში გაავრცელა. ბოლო ბიოგრაფიული ცნობებით, აპოლოდორე ათენელის მიხედვით, თალესი 58 ოლიმპიადის დროს გარდაიცვალა, სავარაუდოდ სიცხის დაკვებისგან, მაშინ იგი დაახლოებით 78 წლის იყო. თალეს განასხვავებს ის, რომ მან თავისი დროის გეგმებს არ მიჰყვა და პირიქით ცდილობდა დაკვირვების გზით გაეგო თუ რა იმალებოდა სამყაროს მოვლენების მიღმა. პრესოკრატული ტრადიცია, სადაც ერთი ელემენტი განიხილებოდა, როგორც ყოვლისმომცველი და არსებითი, სწორედ თალესით იწყება. მისი სიტყვებია: წყალი ყველაფერზე უმჯობესია, რადგან ფიქრობდა, რომ ყველაფერი მისგან წარმოიშვა. არისტოტელეს სიტყვებით კი. თალესი, როგორც ამ ფილოსოფიური სკოლის დამფუძნებელი, ამტკიცებდა, რომ სამყარო წყლისგან შედგება. სავარაუდოდ ამ იდეამდე ის მივიდა იმ დაკვირვებებიდან, რომ ყველაფერი საჭიროებს ნესტს, სითბოს კი მასზეა დამოკიდებული. ასევე თვლიდა, რომ ყველაფრისთვის თესლი ტენიან ბუნებას ატარებს, ამიტომ წყალი ფუნდამენტურ საწყისად მიიჩნია. თალესის აზრით, ჩვენი პლანეტა იყო ბრტყელი დისკო, რომელიც უზარმაზარ წყლის მასაზე ტივტივებდა, მიწისძვრებს კი ის ამ წყლის მოძრაობას უკავშირებდა. არისტოტელე ასევე გვამცნობს, რომ თალესი ჰილოსოისტი იყო, ანუ სჯეროდა, რომ ყველაფერი სავსეა ღმერთებით, ანუ ყველა საგანს თავისი სული აქვს. მაგნიტი ამის მაგალითად მიაჩნდა, რადგან შეეძლო რკინისა და სხვა ნივთიერების მოძრაობა. მათემატიკაშიც მნიშვნელოვან აღმოჩენებს მიაღწია. ცნობილია, რომ თალესმა ჩამოაყალიბა 5 გეომეტრიული თეორემა. მათ შორის ის, რომ წინააღმდეგმხრივი კუთხეები ტოლია, რაც დღეს აშკარად ჩანს, მაგრამ იმ დროისთვის დიდი მიღწევა იყო. თალესმა ასევე თავისი ცოდნა პრაქტიკაშიც გამოიყენა. მაგალითად, წყაროების დახმარებით ცნობილია, რომ მანვე ზღვაურს ურჩია გზამკვლევა დიდი დაცვის თანავარსკვლავედის ნაცვლად გამოაყენებდა მცირე დაცვის თანავარსკვლავედი, რადგან იგი სწორად გასულიყო გზაზე. მან ასევე შეძლო შორიდან ნაპირამდე მანძილის გამოთვლა და ეგვიპტეში პირამიდების სიმაღლის დადგენა. თალესს ასევე მიეწერა მზის სრული დაბნელების წინასწარმეტყველება 585 წელს ჩვენს ერამდე, რამაც მედიელებსა და ლიდიელებს შორის ომი შეწყვიტა, თუმცა ჰეროდოტესა და თანამედროვე მეცნიერების აზრით, მისი პროგნოზი ზუსტ თარიღს არ მოიცავდა, მაგრამ ის სწორი წლით იწინასწარმეტყველა, რაც თავისთავად შთაბეჭდავი მიღწევაა. ასევე არსებობს ამბავი, რომლის მიხედვითაც ვიღაცამ მას კითხა: თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, რატომ არ გაქვს ბევრი ფული? ამის საპასუხოდ თალესმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ზეთისხილის მოსავალი და წინასწარ ეკეთა ზეთისხილის საწარმოები. შემდეგ კი მათი გაქირავებით დიდი მოგება მიიღო, რათა დაემტკიცებინა, რომ სიმდიდრე მისთვის მთავარი არ იყო.
თალესის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ ის პირველი დასავლელი ფილოსოფოსია. მისი მთავარი მემკვიდრეობა ის სულიერი განწყობაა, რომლითაც იგი სამყაროს უყურებდა. სანამ სხვების სამყაროს ღმერთების ნებით განმარტავდნენ, თალესმა გაბედა და განაცხადა, რომ ადამიანებს შეეძლო თავიანთი გონების ჩაცვლა რეალობას. იგი იყო ხიდი ღვთაებრივსა და მიწიერ ცოდნას შორის, პირველი დასავლელი მოაზროვნე, რომელმაც სამყაროს ახსნა ადამიანის ძალის მხრევით სცადა. ზუსტად ამიტომ მრავალი საუკუნეების შედეგად ჩვენ პატივისცემით ვიხსენებთ მის სახელს და ვაღიარებთ მის დიდ გავლენას დასავლურ ფილოსოფიაზე. ასე რომ თალესი იყო არა მხოლოდ პირველი ფილოსოფოსი, არამედ ადამიანი, რომელმაც სამყაროს სხვაგარად შეხედვა დაიწყო. მისი მემკვიდრეობა დღესაც ცოცხლობს და გვასწავლის, რომ კითხვის დასმა და სამყაროს შესწავლა ჩვენი ძალაა. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე ნეონბიტის არხი და შეამოწმე სხვა ვიდეოებიც, რომლებსაც მალე შემოგთავაზებთ. მადლობთ ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.